საგამშვიდობის მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავიორის მაყურებლებს. ნუ გაგიკვირდებათ, თქვენ უკვე ხართ შეჩვეული იმას, რომ როდესაც მასშტაბური სპორტული ღონისძიება ტარდება, განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას უთმობთ და ბუნებრივია არც ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი იქნება გამონაკლისი და დღეიდან 30 ივლისის ჩათვლით ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში 9 საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ შემოგთავაზებთ დღიურებს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ, იმ კონკრეტული დღის შესახებ, ასე რომ სულ რაღაც 2-3 დღე რჩება იქამდე, ვიდრე სტარტს აიღებს ეს მართლაც ისტორიული ღონისძიება, რომელსაც მასპინძლობს თბილისი და მასპინძლობს აი ეს დარბაზი, ახალი სპორტის სასახლე. როგორც ხედავთ, ჩვენს უკან ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და შესაბამისად უახლოეს აი ამ 48 საათში ყველაფერი აღმოფხრილი იქნება იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ უმაღლესი შეფასება, რომელიც უკვე გვაქვს პრინციპში საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, თუმცა თავისთავად ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობის პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანია დასკვნა, რომელიც დაიდება უკვე 30 ივლისის შემდეგ, როდესაც ყველაფერი დასრულებული იქნება. ჩემი პირველი გადაცემის სტუმარია ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე. სხვაგვარად არც გამოვიდოდა და არც სურვილი მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ სასაუბრო ძალიან ბევრია, რადგან სახელმწიფოს ჩართულობით და სხვაგვარად მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას ჩვენ ვერ ვიმასპინძლებდით, გაკეთდა ძალიან ბევრი რამ. მრავალი თვეა მიმდინარეობს სამუშაოები და 2-3 დღეში, როგორც უკვე ვთქვი, ეს სამუშაოები სრულად დასრულებული იქნება. მერაბ, მადლობა, რომ გამონახეთ დრო, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რაც ხდება სპორტის სასახლეში, უამრავი ხალხია, სპორტსმენები, მწვრთნელები, დელეგაციები და ასე შემდეგ და მადლობა, რომ გამონახე ეს რამდენიმე იმისათვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ და მაყურებელს გავაგებინოთ, რა მასშტაბის ღონისძიებაზე გვაქვს საუბარი. მოგესალმებით, პირველად ისტორიაში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში, ყველა სპორტის სახეობაში, ოლიმპიურ სახეობაში და არაოლიმპიურ სახეობაში. ეს ძალიან დიდი რაღაც კეთდება, ეს მე გავიგებთ უფრო ალბათ და ეხლავაც ცნობიერებთ თუ რას მოვკიდე ხელი და რა სირთულეებთან მქონდა საქმე, მაგრამ სახელმწიფოსთან ერთად მე ვფიქრობ, რომ უკვე ყველაფერი დაძლეულია, 90% სამუშაო შესრულებულია, მიმდინარეობს სამუშაოები და ეს სამუშაოები დასრულდება, იმიტომ რომ უამრავი ჯგუფი გვყავს ჩართული და ყველამ თავის საქმე იცის. და დღის განმავლობაში და დღის ბოლოს მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკვე დასრულებული იქნება, ვინაიდან 22-ში იწყება უკვე 1200-ზე მეტი სპორტსმენი და 211 გუნდი იასპარეზებს. პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ პირველი მსოფლიო ჩემპიონატია და ძალიან პრესტიჟულია და მთელი მსოფლიო ჩვენ გვადევნებთ თავს. 5 ქვეყნის ტელევიზია გააშუქებს და 150 ქვეყანაში გავა პირდაპირ ჩართვით და მთელი მსოფლიო ნახავს საქართველოს, თბილისს, მსოფლიო ჩემპიონატს და შესანიშნავ გახსნა დახურვის ცერემონია. მერაბ, აუცილებლად მინდა კითხო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როდესაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაზეა საუბარი, ერთი დარბაზით ვერ შემოვიფარგლებით, ბუნებრივია და მით უფრო რომ ეს არის ისტორიული და ჩვენ თავისთავად ცხადია გვაქვს სურვილი რომ მოვაწონოთ თავი, მით უმეტეს ჩვენ თავად ხაზი გაუსვი იმას, რომ ოლიმპიადის შემდეგ ასეთი მასშტაბის ღონისძიება არ ჩატარებულა და ჩვენთან ტარდება. მოგიწიათ ინფრასტრუქტურის დამატება, იმიტომ რომ იქ არის ცალკე დარბაზი, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს სავარჯიშო პროცესი. აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატმა მოიცვა სამივე დარბაზის სპორტის სასახლე, სამივე დარბაზის სივრცე. არ იყო საკმარისი, იმდენად მასშტაბური ტურნირია და მოგვიწია აშენება ახალი დარბაზის. მე სადაც არ ყოფილი ვარ მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩემი გადმოსახედიდან ესეთი მსოფლიო ჩემპიონატი არსად არ მინახე, ესეთი დარბაზები, ესეთი მოწყობა, ესეთი ძალიან ბევრ და ძლიერ ქვეყნებში ყოფილი ვარ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საუკეთესოები ვიქნებით, ეს რამოდენიმე დღეში უკვე გამოჩნდება. მე მაინტერესებს ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასება როგორია ნანახთან დაკავშირებით. ჩვენ პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ, ხო, მერაბ, თქვენ სახელმწიფომ შესაბამისად ეს ყველა სამუშაო, რომელიც გაწეული იქნა, პრაქტიკულად ნულიდან იყო განხორციელებული და დღეს მივედით იქამდე, რომ 2-3 დღეში გვაქვს სტარტი. როგორი შეფასება აქვს, რასაც დღეს უყურებენ? შეფასება არის უმაღლესი, ტექნიკური საკითხებია და ისეთი საკითხები დამიყენეს ამ დილით, რომ ეს არის
10 წუთში მოსაგვარებელი საკითხები, იქ ტრანსპორტი როგორ იმოძრავებს, მოსულია მინისტრის მოადგილე შინაგან საქმეთა სამინისტროსი და გავდივართ, ეხლაც მიმდინარეობს თათბირი, რომ აღნიშნული საკითხები მოგვარდეს, სად გაჩერდება ავტობუსი სასტუმროსთან, სად ვერ გაჩერდება, ისეთი საკითხებია, რომ მოგვარება სადაც ამხელა რაღაც გავაკეთეთ და შევქმნით, მე ვფიქრობ, რომ ეგ პრობლემაც გადაწყდება. სპორტსმენების ცვლილების დამოკიდებულება, ეხლა მე რასაც უყურებ, როდესაც დავდიოდ, დღეს დაიწყო აკრედიტაციების გაცემა, რეალურად დღესვე შემოწდა იარაღიც ხო თუ სწორად კარგად მიმდინარეობს ყველაფერი იარაღის შემოწმება, ეხლა ვესაუბრე მარკირების ჩვენ ჯგუფს და ყველაფერი მიმდინარეობს წყნარად, შვიდად და ყველანაირი აღელვების გარეშე მიმდინარეობს ეს პროცესი. 2 დღეში უკვე მზად იქნება დარბაზის საშიჯიბროდ. თუ გქონიათ საუბარი მაგალითად ამ შემთხვევაში სპორტსმენებთან ან მწვრთნელებთან, უბრალოდ მაინტერესებს რამდენად კმაყოფილები არიან იმით რა პირობებიც მათ აქ დახვდათ. მთელი მსოფლიო აქ არის, ყველა კონტინენტი აქ არის. რა ვიცი, კმაყოფილებას გამოთქვავს ყველა. გადაადგილებასთან დაკავშირებით ცოტა პრობლემა. პირველი დღე ყველა დღე სადაც უნდა ჩახვიდე, აი ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით და ლაგდება, ეხლა დალაგდება ყველაფერი ბოლომდე. კი ბატონო, დაახლოებით 6 თვეზე მეტია, რაც ამ თემაზე მუშაობა დაიწყეთ, ამ მნიშვნელოვანი მოვლენის ირგვლივ, შესაბამისად საორგანიზაციო საკითხების კუთხით ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო განთავსება, ხო და თქვენ აღნიშნეთ, რომ ფოტოები გადაიღესო. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ გარდა სპორტის და კონკრეტულად ფარიკაობის განვითარებისა, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ტურიზმის განვითარების კუთხითაც. აი, მე ვიცი, ამერიკის დელეგაციას დაგეგმილია ტური, 3 დღიანი ტური, თავისუფალი დრო აქვს სპორტსმენებს და ეს დრო ხელიდან არ გაუშვენ და ათვალიერებენ საქართველოს კახეთის რეგიონს, მე როგორც მაქვს ინფორმაცია და ბევრი სხვა დელეგაციებიც იმოგზაურებენ საქართველოს მასშტაბით, რასაც მოასწრებენ თავისუფალ დროს გამოიყენებენ საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ერთდროულად 2 საქმეს აკეთებენ, ათვალიერებენ საქართველოს, ასპარეზობენ მსოფლიო ჩემპიონატზე. კი ბატონო, ბევრი შეიძლება სკეპტიკურად უყურებდეს მსგავსი მასშტაბის ღონისძიებების ჩატარებას ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ მე მინდა მათ უთხრა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია არა წმინდა სპორტული კუთხით, მაგალითად, არამედ კონკრეტულად ფარიკაობის განვითარების კუთხით, რადგან მე როდესაც ჩვენ ჩავატარეთ სოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში, ძალოსნობას ვამბობ. ბათუმში მთელი ინვენტარი დარჩა საქართველოში. ამ შემთხვევაში იქნება თუ არა ასე? სახელმწიფომ შეგვიძინა, არ ვიცი, ეს ალბათ უპრეცედენტო შემთხვევა, $800,000 ინვენტარი შეგვიძინა, ეს ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ალბათ ფარიკაობას ეყოფა, ეს ბილიკები და ეს ყველაფერი რაც შევიძინეთ, ძალიან ბევრი წლები და ეს ხელს შეუწყობს ფარიკაობის განვითარებას, ტურიზმის მოზიდვას საქართველოში. და ყოველწლიურად ჩვენ მასშტაბური ტურნირები გვექნება ძალიან. და ეს რა თქმა უნდა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, ეს საორგანიზაციო საკითხებს რაც შეეხებოდა, პრინციპში მოვილიეთ და ამაზე უახლოეს დღეებში კიდევ გვექნება საუბარი. აუცილებლად უნდა გითხოთ ჩვენ ნაკრებზე, თავისთავად ცხადია, 25 სპორტსმენი და შესაბამისად მე ვიცი რომ მზადება კარგად გაიარეს, ყველაფერი და პრაქტიკულად როგორც საორგანიზაციო კუთხით ისე წმინდა სპორტული თვალსაზრისითაც ჩვენები მზად არიან. ჩვენმა ნაკრებმა 24 სპორტსმენის შემადგენლობით 12 ბიჭი და 12 გოგონა გაიარეს შეკრებები მსოფლიო ჩემპიონატის წინ. მთელი წელი ემზადებოდნენ ამ შეჭიბრისთვის. ეს არის ძალიან მაღალი კატეგორიის ტურნირი, ანუ მთელი მსოფლიო ფარიკაობის ელიტა აქ არის სენიორებში. ჩვენი წარმოდგენილი ნაკრები არიან დაკომპლექტებული ძალიან ახალგაზრდებით, ანუ ჩვენთან არის 3 ასაკობრივი ჯგუფი, 17 წლამდელები, 20 წლამდელები. ჩვენ ზოგ კატეგორიაში გამოვყავს 17 წლის ბავშვები, ზოგში 19 წლის, ზოგში 18 წლის. ყველაზე გამოცდილი ჩვენ გუნდში სანდრო და ბექა ბაზაძეები არიან. უკვე ასაკში არიან და უკვე დახვეწილი სპორტსმენები არიან და ცნობილი სპორტსმენები არიან და ფავორიტები არიან დღევანდელ ტურნირზე ამ დისციპლინაში. და ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი გამოცდილება იქნება, ძალიან დიდი გამოცდილება დანარჩენი სველოდებით სანდროსგან, ხმლის ბიჭების გუნდისგან მაღალ შედეგებს. ძალიან რთული პროცესი გაიარეთ ყველამ, შესაბამისად ყველა იმ რგოლმა, რომელიც დღემდე მუშაობს აგერდა ჩართულია, მაგრამ ალბათ ამის შედეგს მოიმკით 30-ის შემდეგ, როდესაც დასრულდება ეს ყველაფერი. მე რა
მასშტაბის მნიშვნელობის არის ქვეყნისთვის ზოგადად ამ სოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა, აღარაფერს ვამბობ კონკრეტულად ფარიკაობის განვითარებისთვის. პოპულარიზაცია სპორტის ცნობადობა ქვეყნის ეკონომიური წინსვლა, ისინი ხო იხდიან თანხებს ხარჯავენ ქვეყანაში შემოდიან. და ძალიან მახარებს, რომ პირველი მერცხლები ჩვენ ვართ, ფარიკაობა ვართ და ამხელა დონის ტურნირის მასპინძლობა შევძელით. რთული იყო, მაგრამ შევძელით. მადლობა თქვენ და წარმატებას გისურვებთ და ძალიან კარგ რეზონანსს უკვე 30 ივლისის შემდეგ, როდესაც დასრულდება ეს ყველაფერი. 25 ივლისს ჩვენ გვექნება საზეიმო საქმე. გახსნის საზეიმო ცერემონია. კი ბატონო. მადლობა მერაბ ბაზაძეს, მადლობა თქვენ, რომ იყავით ჩვენთან ერთად. აი ეს დღევანდელი დღის შესახებ რაც შეიძლებოდა რომ თქვენთვის მოგვეყოლა ორიოდე დღე რჩება მსოფლიო ჩემპიონატის საშეჯიბრო დღეების დაწყებამდე და ბუნებრივია ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული აი ამ პროცესის გაშუქებაში, გვექნება ინტერვიუები, გვექნება ექსკლუზიური ვიდეოები და შევეცდებით რომ ყოველ დღე 9 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია იმ კონკრეტული საშეჯიბრო დღის შესახებ. მადლობა და გემშვიდობებით ხვალამდე.